მეგობრებო, ეს ვიდეო მოვამზადე აბსოლუტურად ყველა თქვენგანისათვის. ვიდეოს ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ HD-ს და უყურეთ მაღალ ხარისხში. ქვეყანაზე 13 ივნისი იდგა. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო მანამ, სანამ ჩვენს დედაქალაქს თავს ეს საშინელი სტიქია დაატყდებოდა. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მანქანები, სახლები, დაიღუპნენ ადამიანები და ცხოველები. არადა, ვერავინ იფიქრებდა თუ ეს წვიმა წარღვნას მოუტანდა მთელს ქალაქს. განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაიბლოკა გზები, ხალხი პანიკაში ჩავარდა. გაქცეულმა ცხოველებმა დაგლიჯეს ადამიანები. მოკლედ პარალიზებულ თბილისს დიდი ქაოსიც დაემატა. დანაკარგი დიდია, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური. იმედი არსაიდან ჩანდა, წყალი კი არ ჩერდებოდა. ყველაფერი ეს ერთ საშინელ ტრაგედიად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე. მაგრამ ამ ტრაგედიამ შეძლო ყველა ჩვენგანის გულებში გაეღვივებინა სიყვარულის ნაპერწკალი. ამ ტრაგედიამ შეძლო დაენახებინა ჩვენთვის თუ რაოდენე მნიშვნელოვანი და საჭიროები ვართ ერთმანეთისთვის. განა ერთმანეთზე უკეთესი ვინ გვყავს, ვინ, განა ერთმანეთზე ზვირფასი ვინ არის. ამ ტრაგედიამ აანთო ყველას გული. აღარ ქონდა მნიშვნელობა ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში. აქ ახალი ცხოვრება დაიწყო. ცხოვრება, რომელშიც ყველანი ერთნი ვიყავით, ექიმიც, მუშაც, სტუდენტიც. დაუღალავად მუშაობდნენ გოგოებიც და ბიჭებიც. მუშაობდა ყველა, ეხმარებოდა ყველა, ვისაც როგორ შეეძლო. ჩვენ ვნახეთ ერთ მუშტად შეკრული ხალხი. ჩვენ ვნახეთ უდიდესი ენერგია, ჩვენ ვნახეთ რამხელა სიხარული ერთად დგომა. ჩვენ ყველა მეც არათუ ვნახეთ, არამედ შევიგრძენთ. ეს იყო საოცარი შემართება, ეს იყო საოცარი სანახაობა. გულიანი თუ არა მარტო თბილისს, არამედ დანარჩენ საქართველოსაც. დახმარებებს აგზავნეს სხვადასხვა რეგიონებში. მე ეს ბიჭები მიამაყება. აი ესენიც მიამაყება. მე აი ეს გოგო მიამაყება. მიამაყება ყველა ცალცალკე და მიამაყება სულ ყველა ერთად. გენაცვალ და იმედი მაქვს ეს ერთად დგომა ერთჯერადი არ იქნება, ხანმოკლე არ იქნება. იმას კი მივხვდი, რომ ჩვენ ეს გადაშენება კიდევ ძალიან დიდ ხანს აუწევთ. ახლა კი მოუყევით ყველას, გადაეცით ყველას, გაუზიარეთ ყველას ეს ემოცია. მიყვარხართ და ძალიან გაფასებთ. დიდი მადლობა ყველას ცალცალკე და სულ ყველას ერთად. გაიხარეთ.